მე უნდა გითხრათ ეს საინტერესო რამ რომ დღეს მსოფლიო აღნიშნავს ხედველობის დღეს. ხო შორს არ ვიცოდი. არც მე შორს. ზოგადად არსებობს. კი და მე განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყო ვატყობ ამ დღესთან. დღეს, როდესაც ექიმები, ორგანიზაციები და საზოგადოება კიდევ ერთხელ ერთიანდება, რომ ვისაუბროთ თვალის დაავადებების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე. წელს მსოფლიო გზავნილია შეიყვარე შენი თვალები, რომელიც ყველას მოგვიწოდებს გავუფრთხილდეთ მხედველობას და მხარი დაუჭიროთ ინიციატივებს, რომლებიც თვალის დაავადებების დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ დავიცოთ თვალების ჯანმრთელობა. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც გვესმის, რომ შაქრიანი დიაბეტი ძალიან გავრცელებული დაავადება და მისი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულება დიაბეტური რეტინოპათია, სიბრმავის გამომწვევი ვერაგი პათოლოგია, რომელიც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც ყველაზე ცუდია სხვათა შორის. თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიაც, რომელიც მიზნად ისახავს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტთა მხედველობის დაცვას, ცნობიერების ამაღლებას და სერვისების აუცილებლობაზე სახელმწიფოს მაქსიმალურ ჩართულობას. თემაზე სასაუბროთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა და შესაბამისად სტუმარი ძალიან მნიშვნელოვანია. შემოგვიერთდა სტუდიაში ოფთალმოლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი მეირა ბდვარი. გამარჯობა დოქტორ. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხართ. დიდი პატივია თქვენთან. დიდი მადლობა და მივესალმებით თქვენ ტელემაყურებლებს და მე ვფიქრობ, რომ სრულიად სწორედ სხვათა შორის წელს უფრო ახლა როგორც ვნახეთ თქვენს სარეკლამო გოლში, სულ რომ ხედავდე. აი ესეთი მოწოდება და მე ვფიქრობ თქვენ თუ დამეთანხმებით რომ ამიტომ სულ რომ ხედავდეს იმას ნიშნავს რომ დაიბადა პიროვნება სანამ გარდაიცვალოს სულ უნდა ხედავდეს სამყაროს. აი რატომ გახდა ასეთი კამპანია რომელიც ჩემი აზრით ძალიან დროული და აუცილებელი მაგრამ მაინც თქვენ გვიდა რომ არ გიხსნათ ასეთი კიდე უნდა ყოფილიყო ადრეს ბევრი წლების წინ და სიმართლე გითხრათ ჩვენ და ჩვენი კლინიკის თანამშრომლები ყოველ წელიწადს ამ დღეს რასაკვირველს ზეიმობთ რამ ხრივ რომ ჩავდივართ უფასო კონსულტაციებით უფრო აჭარაში ჩავდივართ მაგალითად რეგიონებში ხო თბილისში აღარ ვიბდორ თბილისში მაინც კი ბატონო ძალიან ბევრი კლინიკაა თბილისში რომელიც მაღალ დონეზე აკეთებს გამოკვლევებს და ყველაფერი ეს თბილისში მეტნაკლებად მოგვარებულია ამიტომ რეგიონებს უნდა მივხედოთ ნამდვილად ისევე როგორც ავტომობილ მიმართულებით რეგიონები რაღაცა ცენტრალიზებულია ხოლმე ყველაფერი სამცხარო დედაქალაქებში და დეცენტრალიზაცია სჭირდება ეს არის ხო დიახ ეს არის სწორედ ის ნაკლი რაც ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთი ქალაქი იყო ყველაფერი თავკომბალა იყო და ბატონო მე ჩვენ სხვათა შორის ბევრჯერ ჩვენ სამედიცინო რუბრიკებში სხვადასხვა საკითხებზე თვალთან მიმართებით რო გვისაუბრია ჩემში ყველაზე მეტ დაბნეულობას იწვევს ხოლმე სიმპტომატიკა ჩემი შეხედულებით რაღაცა უბრალოდ არასწორი მხედველობა ცუდი მხედველობა შეიძლება რაღაცა ჩვენ როგორც რიგითი პაციენტები ხან პლუს ვეძახით ხან მინუს და მან თავდება ჩვენი წოდნა მაგრამ რეალურად სიმპტომატიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ბევრი გავს კიდეც ერთმანეთს ხო თავიდან ხო ეს რა სიმპტომები შეიძლება გქონდეს პაციენტს როცა ოფთალმოლოგთან ვიზიტი უკვე საჭიროა რას ვაქცევთ ხოლმე აი მაგაშია სწორედ მაგაშია საქმე რომ თქვენ კი არ როდის მიმართოთ როდის მიმართოთ ახალშობილმა შობელმა როდის უნდა მიმართოს შობელმა ახალშობილს აი იქიდან მოდის დიახ ჯერ კიდე მუცლად ყოფნის პერიოდში არის საშიშროებები მხედველობისთვის ეხლა სტივ ვანდერი ყველას ვიცით ის საქმე რაც არის რატო არის ის ბრმა იმიტომ რომ ის დაიბადა დაახლოებით 44-45 წლებში უფრო ადრე რომ დაბადებულიყო ის ვერ იცოცხლებდა იმიტომ რომ არ იყო ის მეთოდები რომ დღენაკლული ბავშვები გამოიყვანათ და ანუ ის რაღაცა შეცდომის ბრალია რატომ არა მაგრამ 45 წელში ეს ახალი იყო ეს QS-ების ჟანგბადის მიწოდება და მისი შედეგი არ იცოდნენ ექიმებმა ჯერ სულ ახალი იყო და თურმე ეს კი ის ბავშვი გადარჩება და სამწუხაროდ მაგრამ იქნება დაიბადება ბრმა ამიტომ არის რომ ყველაზე აი ამ დროს ერთი სიტყვა საჭირო მიმართავ ჩვენ ტელემაყურებლებს რომ მიანმა ნეონატოლოგმა მიკროპედიატრმა და ბოლოს შობელმა ერთი წინადადება თქვეს რომ მოდით ეს ჩემი ბავში რომელიც არის დაიბადა 150-1500 გრამზე ნაკლები და 31 დღეს კვირაზე ნაკლები აი ეს ბავში ვაჩვენოთ თვალის ექიმს აი ეს არის საკუთარ მაგაზე არ ვისაუბრია და ძალიან დიდი მადლობა ამის აღნიშნულს ხო აი ეს არის და ვინმეს თუ გაახსენდა მოვიდა თავში იმიტომ რომ სამწუხაროდ
რამოდენიმე ათეული წლის წინ დღეს კი კარგად აქვს ეს საქმე დაყენებული, მაგრამ რამდენიმე მე ჩემ ახალგაზრდობაში აი ეს ფრაზა ყველას ავიწყდებოდა, იმიტომ რომ ყველა იყო ბავშვი გადავარჩინოთ, აბა სიცოცხლე იყო თვითონ უბრალოდ და ცალკეული სერვისი მე რამდენი ოჯახიდან მოსულან რომ რა ვქნათ, აგე კი გადარჩა, მაგრამ ვერ ხედავს და ეს აი ეს არის მინდა როგორც აღმოჩნდა, ესე იგი შაქრიან დიაბეტსა და მხედველობას შორის არის შაქრიან დიდი კავშირი. რატომ უქმნის მხედველობას? და სილი შენს კითხვას დავამატებ, აქ სტატისტიკა მაქვს მე რომ 2050 წლისთვის მსოფლიოში დიაბეტი დაავადებული 1.3 მილიონი ადამიანი იქნება, ასეთია პროგნოზი ჟურნალ Lancet-ის და ესე თქვი ტიპი 1 და ტიპი 2-ის დიაგნოზით 529 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. რაც სოფლიო მოსახლეობის 6%-ზე მეტია. ის ძალიან დიდი ციფრია. მით უმეტეს ახლა მე არა მაგდა ალბათ არც თქვენ არ გაგავთ ეს კონკრეტულად საქართველოში რა ხდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე ჩვენი სტუმართმასპინძლობის და ჩვენი სადილების და კვების რეჟიმიდან გამომდინარე, მე მგონი პროცენტული რაოდენობა უფრო მეტი იქნება. და ერთს გეტყვით, ახლა ვითომ რასაკვირველია, უფრო ცუდი არის, რომ ტიპი პირველი ქონდეთ, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდებშია და აქედან გამომდინარე რასაკვირველია ახალგაზრდები დაავადებულები ვართ, ცუდია, მაგრამ ხანში შესულებში და მოზრდილ ადამიანებში არის ტიპი მეორე, რომელიც თავიდან სრულიად უსიმპტომოდ მიდის. პაციენტს არავით არის ჩივილი არ აქვს. კი, შაქარი აქვს 200-მდე, 200-ზე მეტის, მაგრამ მე რა აკაცო ყველა კარგად ხედავ ეს ფეხზე მაგას ხო ტერფიავს კიდე დიაბეტური ტერფი არსებობს. სიზარღვები არაფერი არ მაწუხებს, კარგად ავარ და ჭამს ის თავის ტკბილს, რა ვიცი, ყველაფერს რაც კი მოესურვება. აი ეს არის დამღუპველი, რასაკვირველია. იმიტომ რომ ეს უნდა მივიყვან ერთი რაღაც არის. აი ხა ჩვენი ჯგუფები რო დადიან, სამკუთხედი იქნება. ეს არის ენდოკრინოლოგი, თერაპევტი და თვალის ექიმი. აი ეს ამაში მაშინ მინდა რომ დაგვეხმაროთ, ხო რა ბმა და რა კავშირია პირდაპირ რომ ჩვენთვის მარტო საქმელი გახდეს. ხო, სამი ადამიანი ჩვენ ესეთი გამოსვლება ქონდა, პატარა ავტობუსი ქონდა ჩვენ და მიდიოდნენ რეგიონებში და სამი ექიმია საჭირო. იმიტომ რომ რასაკვირველია, ხა ნუ ენდოკრინოლოგისთვის საჭირო გასაგებია. თვალის ექიმიც იმიტომ საჭირო რომ დროზე ნახოს რა ხდება იქა. თუ პირველი სიმპტომები არის, უნდა მიიღოს რაღაცა ღონისძიება ჩაატაროს. კერძოდ რა? რასაკვირველია ენდოკრინოლოგის მითითებით კვება, ცხოვრების წესი, მაგრამ თვალის ექიმს შეუძლია აი ის რაც ლაზერი გამოიყენოს თვალის სკერზე. ეხლა პრინციპი რა ხდება, იცით? არ ყოფნის თვალის ბადურა გარს, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვალში, ნუ ყველა მნიშვნელოვანი, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. იქ არის იშემია ჩნდება. იშემიის შედეგად ორგანიზმი, როგორც ამის საპირისპიროდ გამოიმუშავებს ახალ სიზარღვებს. მაგრამ სამწუხაროდ ეს ახალი სიზარღვები არიან ძალიან სუსტი, იოლად სკდებიან და ამას მოსდევს სისხლის გამოჟონვა თვალში. და ბოლოს ეს სისხლი რომელიც თვალის კაკალში არის, აი აქ არის შიგნით. აი აქ შიგნით. დიახ, როცა არის, მაშინ მე დროთა განმავლობაში კი გაიწოვება, მაგრამ შექმნის უკვე შეხორცებებს. ის შეხორცებები დაკაჩავს ამ ბადურაგავს, ბადურის ჩამოცვლა. აი ესეთი სიგრძეში აი ესე ვითარდება ეს. ამიტომ რასაკვირველია, თერაპევტმა უნდა აკონტროლოს თავისთავად ცხადია წნევები, იმიტომ რომ წნევა და დიაბეტი ერთად ეს ორმაგი საშიშროებაა თვალისთვის. სიზარღვებზე. ეს არ ვქნა, ბატონო მე ხომ დაკითხოთ ორ ნაწილად გავყობ კითხვას. პირველი მინდა კითხოთ პრაქტიკაზე, რამდენად გვაქვს ჩვენ კულტურა და პრაქტიკა იმის, რომ რაღაც გეგმიურ ვიზიტებზე მოვიდეთ და ჩეკაპებს რომ ეძახი და გადავუწევთ ჩვენი თვალის მდგომარეობა. თქვენი მრავალწლიანი, თქვათ, კარიერის განმავლობაში როგორ იყო, თქვათ, ახლა ხომ არ მოიმატა ამ ტენდენციამ, რომ ადამიანები უფრო უკვირდება. და აქვე მივაბათ იმას, თუ ეს არ ვქენით, რა ყველაზე უარესი შედეგი რა შეიძლება იყოს. ახლა მიუხედავად იმისა, რომ თქვენ რო შეგხედავს ადამიანი იტყვის, რომ ტკბილს საერთოდ არ მიიწევსო. მაგრამ ჩვენ ყველა ვიცით, ჩვენს გარშემო ხალხი
ძალიან კარგი შეთავაზებებია. ისეთი კარგი, რომ იმის ძალიან ძნელია, ხო, მეთაყვეთ, მაგრამ აი ძალა უნდა დავატანოთ ჩვენთან და სხვათა შორის. არა, შეთავაზებები ეს რაღაცა სწრაფი წახემსების და უცებ რაღაცის მიღების აი. მაგრამ კიდევ უკეთეს გეტყვით, რომ ოჯახის წევრებმა უნდა ხელი შეუწყონ. აი, მაგალითად, ჩვენთან სახლში მეც დიაბეტი მქონდა. ოჯახში 10 თუ 15 წელი ახლა ზუსტად ვერ გეტყვით, საერთოდ კამფეტის ან რაღაცა ტკბილს ვერ ნახავდით. ჩემი ცოლი და ჩემი შვილები თუ უნდათ ამის ჯანმრთელები იყვნენ და არიან კიდევაც, მაგრამ სადღაც მიდიოდნენ ერთ კამფეტს შეჭამდნენ ან რაღაც. სახლში არ აჩერებდნენ არაფერ ტკბილს. აი ესეც კი შეხედეთ. მიყვარს ძალიან ეგ. ყველა სულ თან იდეაში კარგი ამოსავალია ხოლმე სხვა შორის უშაქრო მაგიტოს ხოლმე ვისაც გვექინია მოვაგდეთ თემასთან არის დაკავშირებული. გადასარევი ხო და ამიტომ ყველა უნდა შეუწყოს ხელი ოჯახის წევრებმაც. იმიტომ ცოდვა ეს ადამიანი რო ხედავს ოჯახის წევრი ჭამს ნამსხვრს ან რაღაცას, ამ დროს თვითონ უთხარ შენ არ შეჭამო, ეს უკვე ძალიან არ არის სწორი რა, ეს ადამიანის ნერვულ სისტემასაც აზიანებს და რა ხდება იმ შემთხვევაში თუ დავაგვიანებთ და რაღაცა რესურსის და დროის სწორყვებაზე ვამბობ, რომ რაღაცა რესურსი რთულია დღეს. თუმცა ამისთვის არსებობენ ექიმები, რომ დროულად ვირეაგიროთ ხოლმე. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ვაგვიანებთ რეაგირებას და ვიზიტს ბატონო? რა არის თუ არა ძალიან მაღალი რისკი სიბრმავის? ძალიან მაღალი რისკია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ პაციენტი ამას ვერ გრძნობს და მეორეც არის, რომ აი ეს ვიზიტები სამწუხაროდ არის ფასიანი და ამ ვიზიტებზე მისვლა, ну, თუ არ აწუხებს, არ მიდის, ესე რომ ვთქვა, თუ ხეშად. არა, კი რამდენი ზარუნა ხე ჩვენს წერთ ხოლმე 2 თვეში მოდი კონტროლზე, მერე კიდე 3 თვეში მოდი, 1 წელიწადში ერთხელ მოდი, მაგრამ არ მოდიან. არ მოდიან, ეს არის რა, სხვა რაღაცა მიზეზებს ნახულობენ, მაგრამ რაღაცნაირად ხდება ეს რომ აი წუთამდე დაგვრჩა და რომ შევაჯამოთ, როგორ შეგვიძლია ხედულობა შევინარჩუნოთ დიაბეტის დროს. დიაბეტის დროს აი რაც ახლა კეთდება, აი ეს კამპანია როა, ეს ერთმა და ორმა კომპანიამ და ერთმა და ორმა კლინიკამ კი არ უნდა გააკეთოს, ეს უნდა გააკეთოს თელმა რესპუბლიკამ. რესპუბლიკის სამედიცინო საზოგადოებამ. აი ეს სამკუთხედის შეკრას თქვათ ოქტომბერში მე გავუშვებ ჩემ ხალხს, ნოემბერში კიდე ვიღაცა, დეკემბერში სხვადასხვა, სულ უნდა იყოს ეს რეგიონები, სულ რეგიონებში უნდა იყოს აი ეს სამეული. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა გისურვებთ თქვენ ჯანმრთელობას. ვუსურვოთ ჯანმრთელობა ჩვენს მაყურებელსაც დამშვიდობების ბოლოს და მნიშვნელოვანია რომ ყურადღებით ვიყოთ. მართლა ალბათ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არ ვიცი რა უნდა იყოს და ჩვენ შვილებზეც მაგიტო სულ ხედავდეთ. ძალიან დიდი მადლობა. მე ერთმა ხელს რომ სულ ხედავთ. ძალიან დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით, დავშვიდობებით ჩვენს მაყურებელსაც.